მხატვრობა არის ის, რაც მთელი გულით მიყვარს. ვაიგივებ ადამიანებთან ურთიერთობასთან, მეგობრობასთან. ყოველთვის პირველი იბადება ენერგია. შემდეგ მოდის გაცნობითი ხასიათი. შემდეგ მოდის სიყვარული, შემდეგ მოდის პატივისცემა და ამ ყველაფერთან ერთად იბადება იდეა. ზუსტად ესეა მხატვრობაშიც. ხატვის პროცესში ცხოვრების დეტალებზე, მეგობრებზე, მშობლებზე, წარსულსა და მომავალზე ფიქრობს. ეს არის ღრმა დიალოგი საკუთარ თავთან, რომელიც უწყვეტი თვითშემეცნების პროცესში ამყოფებს. სწორედ ტილოს და ფუნჯის საშუალებით ყველაზე კარგად იცნობს საკუთარ თავს. ყველაზე საინტერესო პროცესი ჩემთვის არის, როდესაც ნამუშევარს უყურებ და ვიწყებ უკვე ფიქრს, რა დავხატე, რა გავაკეთე და ბრუნდები, ვიხსენებ. იცი რა, მგონია რომ ქვეცნობიერში ილექება რაღაცები, რასაც მე მხატვრობაში, მუსიკაში და სხვადასხვა სფეროში აკეთებ ადამიანი. და მე კავშირებს ეძებ. და ამ კავშირს რო პოულობ, რაღაცნაირი დიდი სიამოვნება მოაქვს შენთვის. სტილი მისთვის სტატიკური არაა. ის იცვლება, ვითარდება და ხელახლა იბადება. ექსპერიმენტებს არ ერიდება. თუ ემოცია ამის საჭიროებას მოითხოვს, არღვევს ფორმებსა და კომპოზიციურ კანონებს. ზოგ ადამიანს ერთნაირი იუმორის გზნობა აქვს, ზოგ ადამიანს ერთნაირად აცვია. ხატავ სტილისტურად შეიძლება ადამიანი გავდე ვიღაცას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის შენი მანერა გქონდეს და შენი ხასიათი გქონდეს რა. ყველაზე დიდი გამოწვევა ხატრობაში ჩემი აზრით არის რომ შექმნა დაუსრულებელი ნამუშევარი რა. იტალიელები ამას ეძახიან non finito. თუ სწორად მახსოვს, ძალიან ხშირად იყენებდა ამ ტექნიკას მიქელანჯელო. ეს მარტო ტექნიკური თვალსაზრისით ეს კიდე ფილოსოფიური მიდგომა არის. თითქოს ხატრობა, ხელოვნება ისევ პროგრესს განიცდის და სანამ ჩემთან არის ნამუშევარი, ვფიქრობ, რომ ყველა ნამუშევარი არის დაუსრულებელი. მის შემოქმედებაში ოჯახური ტრადიცია დიდ როლს ასრულებს. ბავშვობიდან ხელოვანების გარემოში იზრდებოდა. ფერმწერი დიდი ბაბუა, მოქანდაკე მამა და ბიძა. ხელოვნებად მცოდნე დედა. ამ გზას თავადაც ბუნებრივად გაჰყვა. ყველა ბავშვი მხატვარია და ვხატავდი, რა თქმა უნდა, ქანდაკებასაც ვაკეთებდი, მაგრამ იცი რა, ცოტა ისეთ პერიოდში მომიწია ცხოვრება. ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება, რომ ხატრობა რო არ გამოჩენილიყო, არ ვიცი დღეს სად ვიქნებოდი და მადლიერი ვარ ამ საქმის, მინდა რომ გავაგრძელო ჩემი გვარის ისტორია. მისი ნამუშევრები ხშირად სპონტანურად იბადება. ზოგჯერ წინასწარ მოფიქრებული მონახაზის მიხედვით მუშაობს, თუმცა საბოლოო მიმართულებას პროცესი თავად კარნახობს. ემოცია, მოგონება, ადამიანი ან კონკრეტული ისტორია ხელოვანისთვის შეიძლება შთაგონების მთავარი წყარო გახდეს. ეს ნამუშევარი მიუძღვენი შოუში ტრაგედია როდესაც მოხდა დაღუპულ ადამიანებს რა. და სიმბოლურია ეს სხივებიც, მათი გასხივოსნებული სხეულის სულების პატივსაცემად არის გაკეთებული ეს ნამუშევარი რა. ეს დავხატე 2016 წელს, როდესაც უკვე დავიწყე ესე რომ ვთქვათ, ტილოებზე მუშაობა, საღებავებთან ერთად მუშაობა. ეძღვნება ემიგრაციაში წასულ ადამიანებს ფერებით. ძველი საქართველოს დროშის ილუზიას ქმნის. მისთვის მხატვრობა მხოლოდ ვიზუალური ხელოვნება არ არის. ეს ემოციური მოგზაურობაა, რომელიც მის ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ღირებულებებს ასახავს. ყოველი ტილო ხელოვანისთვის ახალი დასაწყისია. ხატრობის იქით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანობაა და შემდეგ მოდის ხატრობა. ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივს, მაგრამ ადამიანობა ჩემთვის და შეგნება პირველ ყოვლისა. საკუთარი სტილის ძიება, ექსპერიმენტები და მუდმივი თვითშემეცნება მისი შემოქმედების უმთავრესი გზამკვლევია. ლუკა ჯიქიასთვის მხატვრობა მხოლოდ პროფესია არ არის. ეს მისი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა. დრო, როდესაც ყველაზე თავისუფალია.